კანზასში უბრალო პარაშუტით ხტომის ფოტოსესია საზარელი მოვლენით დასრულდა. ინდონეზიაში მშვიდობიანი სერფინგის სესია ტრაგიკულად და ყველაზე უცნაური გზით დასრულდა. იტალიაში კი რომანტიკულმა ლაშქრობამ შემზარავ ვარდნამდე მიიყვანა, რასაც ვერავინ იცინასთან მეტყოლებდა. ეს შემთხვევითი სათაურები არ არის, რომლებიც მე მოვიგონა. ეს 2024 წლის ყველაზე უცნაური და უჩვეულო ექსტრემალურ სპორტში მომხდარი სიკვდილის შემთხვევებია. როგორც ყოველთვის, რეკომენდებულია მაყურებლის სიფრთხილე. ჩვენი ისტორია იწყება ისეთ ადგილას, სადაც ამას არასდროს იფიქრებდით. მშვიდ ტბაზე, ფორტ ვორთში, ტეხასში, ყოველწლიური კროსფით თამაშების დროს. თითქმის 2000 წლეულის განმავლობაში კროსფით თამაშები აღიარებულია როგორც ადამიანის ძალის, განძლეობისა და მიზანდასახულობის უმაღლესი გამოცდა. სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ დამღლელ შეჯიბრებებში, რომლებიც მათ სხეულს აბსოლუტურ ზღვრამდე მიჰყავს. მაგრამ 2024 წლის 8 აგვისტოს თამაშებმა სრულიად სხვა მიზეზით მიიპყრო ყურადღება. ყველაფერი დაიწყო Lake Date, ტიპური CrossFit-ის გამძლეობისა და ძალის შეჯიბრებით. ეს გამოწვევა განსაკუთრებით აერთიანებს 3.5 მილის გარბენს და 800 მეტრ ღია წყალში ცურვას მარინ კრიკის ტბაში. და მონაწილეებს შორის იყო 28 წლის სერბი სპორტსმენი ლაზარ იუკიჩი. ეხლა ლაზარი უბრალოდ რიგითი მონაწილე არ იყო. ის CrossFit-ის სამყაროში გამორჩეული იყო. ლაზარმა წყალბურთელად დაიწყო. სპორტმა ჩამოუყალიბა საოცარი გამძლეობა და მენტალური სიმტკიცე. მაგრამ სწორედ CrossFit-ზე გადასვლამ მოუტანა მას მსოფლიო აღიარება. 2017 წლიდან ლაზარმა დომინირება დაიწყო CrossFit-ის არენაზე და არაერთხელ მოიპოვა სერბეთის ყველაზე ძლიერი ადამიანის ტიტული. მისმა დაუღალავმა შრომის ეთიკამ და ადაპტაციის უნარმა მას საშუალება მისცა კვალიფიკაცია გაევლო CrossFit თამაშებზე, სადაც მუდმივად საუკეთესო სპორტსმენებს შორის იყო. 2021 წლის დებიუტში ლაზარმა მე-9 ადგილი დაიკავა, რაც ძალიან ცოტა სახალბედას შეუძლია იამაკოს. ამის შემდეგ მან 2022 წელს მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო 2023 წელს კვლავ მე-9, რითაც კიდევ უფრო განამტკიცა თავისი რეპუტაცია, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო ევროპელმა. ამიტომ, როდესაც ის 2024 წლის თამაშებზე მარინ კრიკის ტბაზე მივიდა, მოლოდინები ძალიან მაღალი იყო. მისი გამოცდილება წყლის სპორტში Lake Days ცურვის ნაწილს მისთვის ბუნებრივად შესაფერისად აქცევდა. მაგრამ, როგორც ღონისძიება მიმდინარეობდა, ვერავინ წარმოიდგენდა იმ ტრაგედიას, რომელიც მალე დატრიალდებოდა. ღონისძიება როგორც ყოველთვის ისე დაიწყო. ლაზარი მტკიცე გადაწყვეტილებით ასრულებდა რბენას, მისი სხეული ზუსტად მოძრაობდა, რაც წლების განმავლობაში ვარჯიშმა ჩამოაყალიბა. როცა ლაზარი ცურვისთვის წყალში შევიდა, არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ რამე არასწორად იყო. ტბა მშვიდი იყო. მზე კაშკაშებდა და ატმოსფერო ახტაცებით იყო სავსე. მაგრამ როცა ლაზარი ცურავდა, რაღაც შეიცვალა. თავდაპირველად მისი მოძრაობები ძლიერი და ზუსტი იყო. წყალს მარტივად ჩიდა. მისი მრავალწლიანი ვარჯიში სწორედ ასეთ მომენტებისთვის ამზადებდა მას, დამღლელი, მაღალი ფსონის მქონე გამოწვევებისთვის, რომლებიც მისგან ყველაფერს ითხოვდა. მაგრამ შემდეგ მისი ტემპი შენელდა. ნაპირზე მყოფმა დამკვირვებლებმა შენიშნეს, რომ მისი ცურვის ტემპი შენელდა, ფორმა დაერღვა და მოძრაობებში დაბნეულობა დაეთხო. ეს იყო გადაღლა? ყურადღების მოდუნება? ან იქნებ ფარული სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევა? მაყურებლებმა შენიშნეს, რომ მისი მოძრაობები არათანაბარი გახდა, რიტმი დაერღვა. სპორტსმენისთვის, როგორიც ლაზარია, რომელიც გამძლეობითა და თვითკონტროლით იყო ცნობილი, ეს უჩვეულო იყო. გვერდით მდგომი ადამიანები წინ გადაიხარნენ, მათი ახტაცება შეშფოთებად გადაიქცა. როდესაც კიდევ უფრო შეანელა სვლა, ჩანდა რომ ებრძოდა იმ წყალს, რომელიც არაერთხელ დაუმორჩილებია. და შემდეგ ეს მოხდა. ლაზარი წყლის ზედაპირის ქვეშ ჩაეშვა. ბრბო შეყომდა. ვერ გაეგოთ რას უურებდნენ. დაბნეულები. ეს სტრატეგია იყო, პაუზა, რომ თავი მოეწესრიგებინა. თუ იქ იყავი და უყურებდი, ალბათ იგივე კითხვებს დასვამდი, ხომ ასეა? მაგრამ როცა ის აღარ გამოჩნდა, სიტუაციის რეალობამ ტალღასავით დაგვარტყა. მაშველები და ღონისძიების ორგანიზატორები მაშინვე მოქმედებაში ჩაერთნენ, წყალში გადახდნენ და საგანგებო სამსახურები გამოიძახეს. დრონები და მკვინთავთა ჯგუფები ტბას გულდასმით ჩრეგდნენ, რომ მისი პოვნა შეძლებოდათ. დრო გადიოდა და ოველი მტანჯველი წამით იმედის გრძნობა ნელ-ნელა ქრება. მაყურებლებისთვის ეს ალბათ სიურრეალისტური და შემზარავი მომენტი იყო. ეს იყო CrossFit თამაშები. ეს იყო ღონისძიება, რომელიც ადამიანის გამძლეობის წარმოსაჩენად იყო შექმნილი და არა ტრაგედიით დასრულებისთვის. რამდენიმე საათის შემდეგ ძიება გულგატეხილილობით დასრულდა.
ლაზარის სხეული თბიდან ამოიყვანეს და ეს ამბავი შოკის ტალღასავით გავცელდა კროსფიტის საზოგადოებაში. მონკტარის ადგილზე ლაზარი გარდაცვლილად გამოაცხადეს. ამის შემდეგ რეაგირება მყისიერი იყო. ჩინოსნებმა დღის ღონისძიებები შეაჩერეს და მარინ კრიკის ტბის მიმდებარე ტერიტორია დახურეს. CrossFit-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დონ ფოლმა ტრაგედიას გულწრფელი განცხადებით უპასუხა. ორგანიზაციის ღრმა მწუხარება გამოხატა და სამძიმარი გამოუცხადა ლაზარის ოჯახს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს. თამაშები, რომლებიც ყოველთვის სპორტული სრორტული სრულყოფილების ზეიმი იყო, ახლა მკაცრ შეხსენებად იქცა იმ რისკებისა, რაც არსებობს, თუნდაც ყველაზე გამძლე ადამიანებისთვისაც კი. რა მოხდა არასწორად, ამაზე ვარაუდები თითქმის მაშინვე გაჩნდა. ლაზარს მოულოდნელი ჯანმრთელობის კრიზისი ხოზისი ხომ არ დაემართა. იყო თუ არა დაუდგენელი მდგომარეობა, რამაც მის კოლაპს ხელი შეუწყო. თუ სხვა რამ იყო. საწყისმა კორონერის ანგარიშმა სიკვდილის მიზეზად დახრჩობა დაასახელა. თუმცა სრული აუტოპსიის შედეგებს რამდენიმე თვე დასჭირდება, რაც ბევრ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. CrossFit-ის საზოგადოებამ ერთობლივად დაიტირა. ლაზარი იყო სპორტსმენი, რომელმაც თავისი ძალითა და მიზანდასახულობით ბევრი ადამიანი შთააგონა, ამიტომ მისი გარდაცვალება მტკივნეული იყო. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გულშემატკივრები და სპორტსმენები პატივს მიაგებდნენ მას. სოციალური მედია გახდა სივრცე დაფიქრებისა, სადაც ლაზარის შთამაგონებელი კარიერისა და სპორტისთვის მოტანილი სიხარულის მოგონებები იყო გაზიარებული. მაგრამ მწუხარების მიღმა რთული კითხვებიც არსებობდა. იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები საკმარისი, შეიძლებოდა ეს თავიდან აცილებულიყო. ეს იყო კითხვები, რომლებთანაც CrossFit-ის თამაშების ორგანიზატორებს ახლა მოუწევდათ გამკლავება. ლაზარის სიკვდილი CrossFit-ის თამაშების ისტორიაში პირველი ფატალური შემთხვევაა. ეს სამწუხარო შეხსენებაა იმისა, რომ თუნდაც კონტროლირებად გარემოში, ცხოვრება მაინც არაპროგნოზირებადია და რომ ყველაზე ძლიერებიც კი ჩვენ შორის ტრაგედიას ვერ გაექცევიან. ეს არის დანაკარგი, რომელმაც მთელი საზოგადოება შეძრა და უფრო მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი. მაგრამ რამდენადაც დამანგრეველი იყო ეს მხოლოდ დასაწყისია იმ წარმოუდგენელი ამბებისა, რომელთა შესწავლასაც ახლა ვიწყებთ. როდესაც ამ ისტორიებში უფრო ღრმად ვიჭრებით, რისკები იზრდება და შედეგები კიდევ უფრო შოკის მომგვრელი ხდება. მოემზადეთ. ეხლა კი ავბრინდეთ ცაში, იტალიის დოლომიტების მაღალ მწვერვალებზე, სადაც ვინგსუტით ფრენის მღელვარება ხშირად სიცოცხლესა და სიკვდილს შორის თხელ ზღვარზე გადის. ეს ისტორია ერთ ასეთ ფრენას ეხება, გაბედულ მცდელობას, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. დოლომიტები ვინგსუტით მფრენთათვის ნამდვილი ოცნებაა. მათი მკვეთრი ქედები, ღრმა ხეობები და განსაცვიფრებელი ხედები იდეალურ გარემოს ქმნის ყველასთვის, ვინც საკმარისად გაბედულია, რომ კლდიდან გადახდეს ფაქტობრივად საფრენი კოსტიუმით. გასაკვირი არ არის, რომ ეს რეგიონი მთელ მსოფლიოში თავგადასავლების მანძიებლებს იზიდავს. მაგრამ 2024 წელს დოლომიტების სამარცხვინოდ ცნობილი გახდა რამდენიმე დამანგრეველი შემთხვევით, მათ შორის იმითაც, რომელზეც ახლა ვაპირებთ საუბარს. მოხტომელი 33 წლის გამოცდილი და ნიჭიერი სპორტსმენი იყო, რომელსაც უამრავი ნახტომი ჰქონდა შესრულებული. მე დეივიდ კემბალზე ვსაუბრობ. ეს მისი პირველი ფრენა არ იყო დოლომიტებში. მან იცოდა რისკები, მაგრამ ასევე იცოდა ამ ყველაფრის სარგებელი და სუფთა თავისუფლების ის მღელვარება, რომელსაც ყოველი ბეის ჯამპერი გძნობს, როცა ფრინველივით ჰაერში დაფრინავს. იმ დღეს მან დაგეგმა გადახტომა 5200 ფუტის კლდიდან პალა-პალა-დი სან ლუკანოზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე რთული და თვალწარმტაცი ადგილია. ორი სხვა ბეის ჯამპერის გვერდით ის მზად იყო კიდევ ერთი ფრენისთვის. დღე უკეთესი ვერ იქნებოდა. მზე ანათებდა, ჰაერი სუფთა იყო და ცამოწმენდილი. გეგმა მარტივი იყო. ერთმანეთის მიყოლებით უნდა გადახტნენ, ქვემოთ მდებარე ვიწრო ხეობაში გაიფრინონ და დაშვების ზონაში შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი ორი პარაშუტისტი გადახტა. მათი ფერადი ფრთიანი კოსტიუმები ჰაერს ჩრიდნენ, როცა ისინი სიზუსტით ეშვებოდნენ. ეს იყო პოეზია მოძრაობაში. შემდეგ მისი რიგი დადგა. ის მიუახლოვდა კიდეს. მის ქვემოთ უზარმაზარი უფსკრული, ერთდროულად საშიშიც იყო და ამაღელვებელიც. მან ღრმად ჩაისუნთქა, თავი დაიმშვიდა და გადახტა. მისი ფრთიანი კოსტიუმი იდეალურად გაიშალა და რამდენიმე წამით ის თითქოს უმარტივესად სრიალებდა ჰაერში, ოსტატურად და ელეგანტურად კვეთდა ხეობას. თავდაპირველად ყველაფერი იდეალურად ჩანდა. მაგრამ შემდეგ მისი ფრენა მოულოდნელად კატასტროფულად შეიცვალა. მოწმეებმა მოგვიანებით აღწერეს, როგორ შეიცვალა მისი ტრაექტორია ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად თავიდან. ეს იყო მოულოდნელი ქარის დაბერვა, თუ მცირე არასწორი გამოთვლა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ამანი სახიფათოდ კლდის პირას მიიყვანა. საათში 120 მილზე მეტი სიჩქარით, შეცდომისთვის ადგილი არ არის. თუნდაც უმცირესი შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
მისი ფრთიანი კოსტიუმი ეკიდა წახნაგოვან კლდეს და წამში ყველაფერი შეიცვალა. დარტყმა კატასტროფული იყო. მისმა თანამგზავრებმა, რომლებიც უკვე დაფრენილები იყვნენ, მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, როცა ის შეხვედრის ადგილზე არ გამოჩნდა. პანიკა დაიწყო და მათ საგანგებო სამსახურებს აცნობეს. მეხანძრეები, პოლიცია და მთის სამაშველო ჯგუფებიც კი ეძებდნენ მას რაიმე კვალის საპოვნელად. რამდენიმე საათის შემდეგ მისი ცხედარი ნახეს, ნახტომის ადგილიდან შორს არა. მან შეჯახებას ვერ გადაურჩა. დოლომიტები მთელი თავისი სილამაზით 2024 წელს ფრთიანი კოსტიუმის მოყვარულთათვის სასიკვდილო სათამაშო მოედნად იქცა. ფრთიანი კოსტიუმით ფრენას ხშირად აღწერენ როგორც ყველაზე ახლოს ნამდვილ ფრენასთან, რასაც ადამიანი შეიძლება მიუახლოვდეს. ეს ამაღელვებელი და სუნთქვის შემკვრელია. მაგრამ ეს ასევე წარმოუდგენლად საშიშია. ყველაზე მცირე შეცდომამაც კი შეიძლება განსაზღვროს წარმატებული ფრენისა და დამანგრეველი ვარდნის შორის განსხვავება. ამ სპორტით დაკავებულთათვის რისკი მის მიზიდულობას წარმოადგენს. მაგრამ ესეთი ისტორიები დროული შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად დაუნდობელი შეიძლება იყოს ბუნება ზოგჯერ. დოლომიტებში მომხდარი ტრაგედია ჯერ კიდევ ცოცხლად გვაბს გონებაში. ახლა კი გადავდივართ სხვა სახის გულის ტკივილზე. ამჯერად იტალიის მშვიდ ბილიკზე, სადაც რომანტიკული გასეირნება ტრაგედიად იქცა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენი შემდეგი ისტორია იტალიის მშვიდ გარემოში, მონტე ზერბინზე ვითარდება. ეს არის ადგილი, რომელიც ცნობილია თავისი იდეალური სასეირნო ბილიკებითა და თვალწარმტაცი ხედებით. ეს არის ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები მიდიან ბუნებასთან დასაკავშირებლად და ყოველდღიური ცხოვრების ქაოსისგან თავის დასაღწევად. მაგრამ 2024 წლის ივნისში ეს ადგილი ტრაგედიის ადგილად იქცა, რამაც ყველას დააფიქრა. როგორ შეიძლებოდა ასეთი ტრაგედია მომხდარიყო ასეთ მშვიდ ადგილას? ისტორია იწყება ჟან დანიელ პესიონით, საერთაშორისო დონის სათხილამურო ვარსკვლავით, რომელმაც სახელი გაითქვა არა მხოლოდ თავისი სპორტული შესაძლებლობებით, არამედ თავისი ხიბლითა და თავგადასავლების სიყვარულითაც. ეხლა ჟან დანიელი ძალა იყო, რომელსაც ანგარის უწევდნენ. 2021 წლის მსოფლიო თასის სათხილამურო სეზონში მან კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა და საბოლოო რეიტინგში მე-15 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვარესში, საფრანგეთში, მან 22 ადგილი დაიკავა. მაგრამ ჟან დანიელი მხოლოდ თხილამურებით არ განისაზღვრებოდა. მისი თავგადასავლების მოყვარული სული ბევრად სცდებოდა თხილამურების ტრასებს. 36 წლის ასაკში ის გულით რომანტიკოსი იყო, ადამიანი, რომელიც ცხოვრების უბრალო სიხარულებს აფასებდა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ის მზიან ზაფხულის დღეს მონტე ზერბეზე აღმოჩნდა თავის შეყვარებულთან, ალისა არლიანთან ერთად. ალისა, ისევე როგორც ჟან დანიელი, თავგადასავლების მოყვარული იყო. სხვილს ბუნებაში ყოფნა უყვარდა, ხშირად ატარებდნენ დროს ლაშქრობაში, ცოცვაში და ახალი ადგილების აღმოჩენაში. მეგობრები მათ განუკრელებად აღწერდნენ როგორც წყვილს, რომელიც ნამდვილად ცხოვრობდა დღევანდელი დღით. ამ კონკრეტულ დღეს მათ დაგეგმილი ჰქონდათ ლაშქრობა მწვერვალზე, ბილიკზე, რომელიც გარშემო მდებარე ხეობების თვალწარმტაც ხედებს სთავაზობდა. ეს უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი გასეირნება, დღე ერთმანეთის გვერდით ყოფნითა და ბუნების სილამაზით თკბობისთვის. მაგრამ როცა უფრო მაღალ სიმაღლეებს მიაღწიეს, მათი მშვიდობიანი ლაშქრობა ტრაგიკულად შემოტრიალდა. შემდეგ რაც მოხდა, დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ შედეგი დამანგრეველი იყო. სკვილმა გადაწყვიტა მთაზე ციცაბო ფერდობთან მიახლოება. რატო გადაწყვიტეს ასე მოქცევა? არავინ იცის. შესაძლოა ეს იყოს სითბოს მომენტი, პაუზა, ხედის დასათვალიერებლად. მაგრამ შემდეგ, სულ რამდენიმე წამში, მათ ფეხი დაუცდათ და ჩამოვარდნენ. ვარდნა თითქმის 2300 ფუტს შეადგენდა. ეს იყო ვარდნა, რომელსაც ვერავინ გადაურჩებოდა, ვერც კი ასლენგის ჩემპიონი. როცა მაშველები მივიდნენ, მათ მთის ძირას მათი ცხედრები იპოვეს. ახალი ამბავი სწრაფად გავრცელდა და შოკი გამოიწვია როგორც თხილამურების საზოგადოებაში, ასევე ბუნებაში მოყვარულთა სამყაროში. როგორ შეიძლებოდა ესეთი გამოცდილი სპორტსმენი, რომელიც ასე კარგად იყო შეჩვეული სახიფათო რელიეფში გადაადგილებას, ასეთ ბედს შეხვედროდა? ეს იყო უბრალო შეცდომა, მოშვებული ქვა თუ არამდგრადი რელიეფი. ზოგი ფიქრობს, რომ წყვილი შეიძლება ძალიან ახლოს იყო თვალწარმტაცი გადასახედის კიდესთან, სახეზე ქარის შეგრძნებით, ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ საფრთხე სულ ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული. სხვები ფიქრობდნენ, ხომ არ იყო იმ დღეს ბილიკის მდგომარეობა შეცვლილი ბოლოდროინდელი ამინდის ცვლილებების, მაგალითად წვიმის, ქარის ან მიწის გადაადგილების გამო. მაგრამ რადგან თვითონ ვარდნას მოწმე არ ყავდა, შეიძლება არასდროს გავიგოთ, რამ გამოიწვია ეს ვარდნა. ყველაფერი რაც ვიცით ისაა, რომ ისინი აღარ არიან. ჟან დანიელისა და ალისას ამბავმა ბევრ ადამიანს გულში მოხვდა, არა მხოლოდ მათი პოპულარობის გამო, არამედ იმის გამოც, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ისინი იყვნენ ორი ადამიანი, რომლებიც ცხოვრებას სრულად ეწეოდნენ და ყველაფერში სილამაზესა და თავგადასავალს ეძებდნენ.
და ბოლოს ისინი ერთად წავიდნენ ამ ქვეყნიდან, იმ ადგილას, რომელიც უყვარდათ. როდესაც ვტოვებთ მონტესერბიანის მშვიდ ბილიკებს, შემდეგი ისტორია ცაში გადაგვიყვანს, სადაც უბრალო პარაშუტით ხტომის ფოტოსესია გადაიქცევა იმად, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენი შემდეგი ისტორია დერბიში, კანზასში გვამოგზაურებს, მშვიდ ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი ფართო ცითა და უსასრულო ჰორიზონტით. ეს ის ადგილია, სადაც პარაშუტისტები იკრიბებიან, რათა ღრუბლებში თავისუფალი ვარდნის მღელვარება გამოსცადონ. მაგრამ 2024 წლის 26 ოქტომბერს ეს მშვიდი გარემო ტრაგედიის ადგილად გადაიქცა, რომელმაც პარაშუტისტთა საზოგადოება შეძრა. ამ ამბის ჯუმშიმში ამანდა გალაჰერია, 27 წლის ფოტოგრაფი, რომელმაც სახელი გაითქვა შთამბეჭდავი მომენტების დაფიქსირებით. ამანდა, როგორც ნებისმიერი ექსტრემალური სპორტის ფოტოგრაფი, ახერხებდა ექსტრემალური სპორტის ისეთი კადრებით გადმოცემას, რომ გეგონა, თავადაც მოქმედების ნაწილი იყავი. იქნებოდა ეს კლდიდან მხტომელების ნახტომის შუაში დაფიქსირება თუ პარაშუტისტების დაშვების მომენტი, მისი ობიექტივი თავგადასავალს აცოცხლებდა. მისი სამუშაო ხშირად მიყავდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა Air Capital Drop Zone დერბიში. ეხლა პარაშუტისტების ტრიუკების გადაღება სხვა ფოტოგრაფიის მსგავსად არ არის. ეს მოითხოვს ფოტოგრაფისგან წამიერად ზუსტი, სწრაფი და ემოციური მომენტების დაფიქსირებას. ეს ნიშნავს მუდმივ მოძრაობას და კუთხეების შეცვლას, რათა პარაშუტისტების ენერგიას აუწყო ფეხი. ფოტოგრაფები, როგორიცაა ამანდა, მჭიდროდ თანამშრომლობენ პარაშუტისტების გუნდთან, ხშირად ათანხმებენ ყველა დეტალს, ნახტომის დროიდან დაწყებული, თითოეული პარაშუტისტის ჰაერში პოზიციონირებით დამთავრებული. მიზანია შეიქმნას შეუფერხებელი ბალანსი, თავისუფალი ვარდნის ქაოსსა და ფოტოგრაფიის ხელოვნებას შორის. მიწაზე ამანდაც ისეთივე ყურადღებით უნდა ყოფილიყო, რომ გაევლო დატვირთულ დროპ ზონაში, სადაც სავსეა თვითმფრინავები, აღჭურვილობა და აღფრთოვანებული პარაშუტისტები, რომლებიც მომდევნო თავგადასავლისთვის ემზადებიან. იმ კონკრეტულ დღეს ამანდა იღებდა პარაშუტისტთა ჯგუფს, რომლებიც დერბიში, უიჩიტას გარეთ, ფორმაციური ნახტომისთვის ემზადებოდნენ. როდესაც სესნა 182 ცაში აიჭრა, ამანდამ დააფიქსირა ის მომენტები, რაც პარაშუტისტების ფოტოგრაფიას ასე განსაკუთრებულს ხდის. აღტაცება, ნერვიულობა და სინქრონული ნახტომები თითქოს მარტივად გამოიხურებოდა, მაგრამ სინამდვილეში დიდი უნარი და ვარჯიში სჭირდებოდა. მას შემდეგ, რაც პარაშუტისტებმა ღია ცაში გადახტნენ, ამანდა თვითმფრინავში დარჩა და განაგრძობდა გადაღებას, როცა ისინი იდეალურ ფორმაციაში ეშვებოდნენ. როდესაც ჯგუფი დაეშვა, თვითმფრინავი შემოbrunდა და დაეშვა Air Capital Drop ზონაში, სადაც ამანდა მომდევნო პარაშუტისტების გადაღებისთვის ემზადებოდა, როცა ისინი ჩასტომისთვის ემზადებოდნენ. ყველაფერი მუხტით იყო სავსე, სწორედ ისეთი ატმოსფერო, რომელშიც ის საუკეთესოდ გრძნობდა თავს. ამანდა ალბათ კონცენტრირებული იყო ყველა კუთხის სწორად დაჭერაზე და კამერა მზად ჰქონდა, როცა პარაშუტისტები თვითმფრინავისკენ მიდიოდნენ. საქმეზე კონცენტრირებული, უკან გადადგა ნაბიჯი, ვერ შეამჩნია გაჩერებული თვითმფრინავის მბრუნავი პროპელერი. თვითმფრინავის პროპელერი მუშაობდა როგორც ფრენამდე სტანდარტული პროცედურის ნაწილი, რაც ხშირი პრაქტიკაა დატვირთულ დაშვების ზონებში. ძრავა ისევ მუშაობდა, პირები მოძრაობისა და ხმაურის ბუნდოვანებად ქცეულიყო. შედეგები მყისიერი და შემზარავი იყო. მოცმეები მის დასახმარებლად გაიქცნენ, დახმარებას ითხოვდნენ და სასწრაფო დახმარებას ადგილზე იძახებდნენ. ამანდა მძიმედ დაშავდა და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიუხედავად სამედიცინო გუნდის ძალისხმევისა, მისი დაზიანებები ძალიან მძიმე იყო. ამანდა იმავე დღეს გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების შედეგად. მისი სიკვდილი შოკის მონგვრელი იყო არა იმიტომ, რომ skydiving-ს ჩვეულებრივი რისკები აქვს, მაგალითად გაუმართავი პარაშუტები ან ჰაერში შეჯახებები, არამედ იმიტომ, რომ ეს მიწაზე მოხდა, სადაც ის უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყო. ეს ის რისკებია, რომლებსაც ყველა ამ სპორტს უკავშირებს, ის საფრთხეები, რისთვისაც ადამიანები ემზადებიან. მაგრამ ამანდას ავარია მიწიდან 1000-ობით ფუტის სიმაღლეზე არ მომხდარა. ეს ასფალტზე მოხდა, დღის იმ ნაწილში, რომელიც ყველაზე უსაფრთხო უნდა ყოფილიყო. როგორ შეიძლებოდა ესეთი გამოცდილი პროფესიონალი, ვინც ასე კარგად იცნობდა ამ საქმის საფრთხეებს, ასეთი ტრაგედიის მსხვერპლი გამხდარიყო? ზოგი ფიქრობს, რომ ასფალტზე ხმაური და აურზაური შეიძლება ბრუნავი პირების ხმას ფარავდა. სხვები კი ამბობენ, რომ ცოცხალი გადაღებების არაპროგნოზირებადი ხასიათი შეიძლება აერია მისთვის. ამანდას გარდაცვალება გამოფხიზლების მომენტი იყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ექსტრემალურ სპორტშია ჩართული. მისმა ისტორიამ გამოკვეთა უხილავი რისკები, რომლებსაც თუნდაც გამოცდილი პროფესიონალები აწყდებიან. ეს არ იყო ნახტომის მღელვარება ან ოსტატობის სირთულე, რამაც მისი სიცოცხლე შეიძირა, არამედ წამიერი შეცდომა იმ გარემოში, სადაც მან უკვე უამრავჯერ გაიარა. როდესაც სამძიმრები მოდიოდა, ამანდა როგორც ხელოვანისა და თავგადასავლების მოყვარულის მემკვიდრეობას აღნიშნავდნენ. მისმა ნამუშევრებმა ასახა ექსტრემალური სპორტის ნამდვილი სილამაზე და ინტენსივობა, რაც უამრავ ადამიანს შთააგონებდა, რომ სამყარო სხვა კუთხით დაენახათ.
მაგრამ მისი გარდაცვალება ასევე დიდი შეხსენება იყო სიფრთხილის მნიშვნელობის შესახებ, თუნდაც ყველაზე ნაცნობ გარემოში. კანზასის დერბის ასფალტიდან ჩვენი შემდეგი ამბავი გადაგვიყვანს ინდონეზიის მენტავაის კუნძულების წყლებზე, სადაც სერფინგის ლეგენდა უცნაურ და სასიკვდილო შემთხვევას შეეჯახა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. ინდონეზია ცნობილია როგორც სამოთხე სერფერებისა და თავგადასავლების მოყვარულებისთვის და მენტავაის კუნძულიც ამ სტანდარტს სრულად ამართლებს. თავისი უნციკლო პლაჟებითა და ლეგენდარული ტალღებით, ეს რეგიონი ოცნების ადგილია ყველასთვის, ვინც იდეალურ ტალღას ეძებს. მაგრამ 2024 წლის 18 ოქტომბერს ეს მშვიდი წყლები სერფინგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ტრაგიკული შემთხვევის ადგილად იქცა. ამ ისტორიის ცენტრშია ჯულია მანფრინი, 36 წლის იტალიელი სერფერი, რომელმაც წლები გაატარა მსოფლიოს გარშემო ტალღების დევნაში. ჯულია მანფრინი ჩვეულებრივი სერფერი არ იყო. ის გამოცდილი სპორტსმენი გახუდათ, რომელმაც სერფინგის საზოგადოებაში თავისი ოსტატობითა და სპორტისადმი ერთგულებით სახელი გაითქვა. წლების განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო არაერთ რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებაში, სადაც აღიარება მოიპოვა ძლიერი ტალღების მოხდენილად და ზუსტად მართვის უნარისთვის. მაგრამ ჯულიას სერფინგთან კავშირი შეჯიბრებაზე ბევრად უფრო ღრმა იყო. ის ახალგაზრდა სერფერების მენტორი იყო. ხშირად უზიარებდა მათ ცოდნას ტალღების წაკითხვის, ოკეანის პატივისცემისა და ბალანსის ხელოვნების დაუფლების შესახებ. მისი ინსტაგრამი შთამაგონებელი ვიდეოებისა და გულწრფელი ფოტოების ნაზავი იყო, სადაც ჩანს, როგორ დაჰკრის უზარმაზარ ტალღებზე და როგორ თქმება ბალისა და პორტუგალიის სანაპიროების მშვიდი სილამაზით. ამიტომ, ინსაბედისცერო ოქტომბრის დილას, როდესაც ჯულია კუნძულის წყლებში შევიდა, ეს უბრალოდ კიდევ ერთი დღე ჩანდა, როცა ის აკეთებდა იმას, რაც უყვარდა. მზე ანათებდა, ტალღები ნაზად მოდიოდა და სამყარო მშვიდად და იმედით სავსედ გრძნობოდა. ჯულია მოთმინებით ელოდა შემდეგ ტალღას და ჰორიზონტს აკვირდებოდა იდეალური ტალღის საძებნელად. რაც შემდეგ მოხდა, თითქმის შეუძლებელია აღწერო, იმდენად გიჟურია. როდესაც ჯულია წყალში ტივტივებდა, მახვილთევზა, რომელიც ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი და ძლიერი არსებაა, საოცარი სისწრაფით ამოხდა წყლიდან. ეს თევზები ცნობილია მათი მოქნილობით და ბასრი შუბის მსგავსი ცხვირით, მაგრამ ადამიანებთან შეხვედრები უკიდურესად იშვიათია. წარმოუდგენელი ბედისწერის შედეგად, მახვილთევზამ ჯულიას პირდაპირ გულში დაარტყა და მისი ცხვირი გამანადგურებელი ძალით გაუტარა. დარტყმა მოულოდნელი და კატასტროფული იყო. მოწმეებმა მოგვიანებით აღწერეს, როგორ ამოიოხრა ჯულიამ და დაფაზე დაეცა, სანამ წყალში ჩავარდებოდა. მახლობლად მყოფი სერფერები მის დასახმარებლად გაიქცნენ, ჯულია ნავზე აიყვანეს და ნაპირზე სწრაფად წაიყვანეს. მათი ყველა მცდელობის მიუხედავად, დაზიანებები ძალიან მძიმე იყო. ჯულია სამედიცინო დახმარებამდე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ამბავი სწრაფად გავრცელდა, რაც სერფინგის საზოგადოებაში შოკი გამოიწვია. როგორ შეიძლებოდა ასეთი შემთხვევითი რამ მომხდარიყო ასეთ გამოცდილ ადამიანთან? თვითონ მახვილთევზის ნახვაც კი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მაგრამ მისგან თავდასხმა თითქმის დაუჯერებელია. ეს მილიონში ერთ შემთხვევას გავს. და სამწუხაროდ ჯულიასთვის, ის იყო ის უიღბლო ერთი. ჯულიას სიკვდილი იყო მტკივნეული შეხსენება ოკეანის არაპროგნოზირებადობის შესახებ. სერფერებისთვის ზღვა თავისუფლებისა და აღტაცების წყაროა. მაგრამ ეს ასევე ის ადგილია, სადაც ბუნება ბატონობს და კონტროლი ილუზიაა. ჯულიასადმი მიძღვნილი სიტყვები მოდიოდა ყველგანიდან, მის სიცოცხლისადმი ვნებასა და ოკეანის სიყვარულს აღნიშნავდნენ. მისმა მეგობრებმა და ოჯახმა ისაუბრეს მის თავგადასავლებით სავსე სულზე, სიკეთეზე და უნარზე, რომ ყველაზე უბრალო მომენტებშიც კი სიხარული ეპოვა. მაგრამ მისი დაკარგვა ასევე დატოვა კითხვები იმ ფაქის ბალანსზე, რომელიც ადამიანის ბუნების შეცნობის სურვილსა და ბუნების ველურ, დაუმორჩილებელ ძალებს შორის არსებობს. ჩვენი ბოლო ამბავი ოჰაიოს ყინულის მოედნებზე მიგვიყვანს, რაც სულიად განსხვავდება იმ ცისა და ოკეანეებისგან, რომლებიც აქამდე გამოვიკვლიეთ. ეს არ ეხება ადრენალინით სავსე ტრიუქს ან გამბედავ ნახტომს. ეს ეხება საყვარელ NHL-ის ვარსკვლავს, ჯონი გაუდროს. ვისი სახელით ასოცირდება სისწრაფესთან, ოსტატობასთან და გულის შემძვრელ თამაშებთან. მაგრამ 2024 წელს ჯონის ცხოვრება ტრაგიკულად შეიცვალა, რამაც სპორტული სამყარო შოკში ჩააგდო. ჯონი გაუდრო, რომელსაც ხშირად ჯონი ჰაკის ახდნენ, NHL-ში 10 წელზე მეტი გამორჩეული მოთამაშე იყო. ცნობილი თავისი ელვისებური სწრაფი მოძრაობებითა და ზუსტი გოლებით, ის იყო ისეთი მოთამაშე, რომელსაც ერთი მოქმედებით შეეძლო თამაშის ბედი შეეცვალა. 2011 წელს კალგარი ფლეიმსმა აირჩია დრაფტზე და მალევე გახდა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი. 6-ჯერ მოხვდა ყველა ვარსკვლავის მატჩში და საბოლოოდ დაიმკვიდრა თავი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთამაშე საყურებლად. 2024 წლისთვის ის თამაშობდა კოლუმბუს ბლუ ჯეკეტსში,
სადაც გულშემატკივრები აღმერთებდნენ მის ელვისებურ თამაშს და უნარს, შეუძლებელი მარტივად ეჩვენებინა. ყინულ სმითმა ჯონი ისეთივე აღფრთოვანებას იწვევდა. გუნდელები და გულშემატკივრები მას აღწერდნენ როგორც თავმდაბალს, კეთილს და სპორტისადმი, რომელსაც უყვარდა თავდადებულს. ის იყო ოჯახზე მზრუნველი ადამიანი, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული თავის ფესვებთან კერნის პოინტში, ნიუ-ჯერსიში, სადაც გაიზარდა გაყინულ ტბორებზე ჰოკის თამაშით და NHL-ზე ოცნებით. მისი ისტორია იყო შრომისა და ვნების ამბავი, პატარა ქალაქის ბიჭის, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ არასოდეს დავიწყებია საიდან მოდიოდა. 2024 წლის 29 აგვისტოს გოდროების ოჯახი სიხარულით სავსე მოვლენისთვის ემზადებოდა. ჯონი და მეთიუს და კეითის ქორწილი. ძმებმა, რომლებიც ორივე მეჯვარეები უნდა ყოფილიყვნენ, გადაწყვიტეს ველოსიპედით გასეირნება ოლდმენის თაუნშიპში, ნიუ-ჯერსიში, ადგილას, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იყო სავსე. დღე ნათელი იყო და გზები მათთვის კარგად ნაცნობი. ეს იდეალური დრო იყო ქორწილამდე ველოსიპედით გასეირნებისთვის. როცა ჯონი და მეთიუ გვერდ მიემგზავრებოდნენ, მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა, რომ ტრაგედია მათგან სწრაფად მოიწევდა. მათგან გზაზე მოდიოდა მანქანა, რომელსაც შონ ჰიგინსი, 43 წლის ყოფილი ჯარისკაცი მართავდა. მოგვიანებით მოწმეებმა აღწერეს, რომ ჰიგინსი არასტაბილურად მართავდა მანქანას, მისი ავტომობილი აგრესიულად გადაუხვევდა გზაზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჰიგინს ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული და მისი სისხლის ალკოჰოლის დონე 0.87% იყო, რაც კანონით დასაშვებს ზღვარს ოდნავ აღემატებოდა. როდესაც ჰიგინსი ძმებს მიუახლოვდა, მისი ავტომობილი გზიდან გადაუხვია. ჯონი და მეთიუ რეაგირების დრო არ ჰქონდათ. მანქანამ ისინი გამანადგურებელი ძალით დაარტყა, ველოსიპედებიდან გადმოაგდო და გზის ნაპირზე მოისროლა. შემთხვევის თვითმხილველებმა მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. პარამედიკოსები სწრაფად მივიდნენ, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. გოდროების ძმები ადგილზე გარდაცვლილებად გამოაცხადეს. მშვიდი გასეირნება, რომელიც დაიწყეს, წამებში წარმოუდგენელ ტრაგედიად გადაიქცა. ძმების გარდაცვალების ამბავი სწრაფად გავრცელდა და ჰოკეის სამყარო გლოვაში ჩაძირა. თანაგუნდელების, მწვრთნელების და გულშემატკივრების მხრიდან NHL-ის მასშტაბით პატივისცემის გამოხატვები არ წყდებოდა. Columbus Blue Jackets-მა სანთლებით ხსოვნის აქცია გამართა Nationwide Arenas გარეთ, სადაც ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა მათი ხსოვნის პატივსაცემად, დატოვეს ყვავილები, მაისურები და გულწრფელი წერილები. ჯონი გადროს დაკარგვამ მხოლოდ სპორტსმენის დაკარგვა არ იყო. ეს იყო გამძლეობისა და სიხარულის სიმბოლოს დაკარგვა. ბევრისთვის ის იყო იმის შემხსენებელი, რას ნიშნავს ოცნებებისკენ სვლა და დიდების მიღწევა, როცა ოჯახისა და თავმდაბლობის ღირებულებებს ინარჩუნებ. ჯონის ცხოვრება, როგორც ყველა სხვა ამბავი, რომელიც დღეს მოგიყევით, გვახსენებს, რამდენად ძვირფასი და მკრიფია სიცოცხლე. იქნება ეს მშვიდ ტბაზე, მაღალ კლდეზე თუ მშვიდ გზაზე. ეს მომენტები გვახსენებს, რომ დავაპასოთ ყოველი წამი, ყოველი კავშირი და ყოველი შესაძლებლობა, ვიცხოვროთ სრულად. რომელი ამ ისტორიებიდან ყველაზე მეტად შეგეხოთ? რომელი ისტორია ყველაზე მეტად შეგეხოთ და რა გაკვეთილები მიიღეთ ამ ტრაგედიებიდან? მონწერეთ კომენტარებში ქვემოთ. გმადლობთ ყურებისთვის და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. იყავით მამაცები და იცხოვრეთ უშიშრად.